ნოდარ ქუმარიტაშვილის დაღუპვიდან 1 წელი გავიდა. ოლიმპიელი დღეს მის მშობლიურ სოფელ ბაკურიანში გაიხსენეს. ახალგაზრდა სპორტსმენის საფლავთან ოჯახის წევრები, მეგობრები და გულშემატკივრები შეიკრიბნენ. მოციგავის ხსოვნას პატივი მიაგეს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტისა და მთავრობის წევრებმა. ქართველი მოციგავე 2010 წლის ვანკუვერის ოლიმპიური თამაშების დროს უისტლერის საციგაო ტრასაზე სავარჯიშო დაშვებისას დაიღუპა. ქუმარიტაშვილის ციგა ტრასიდან ამოვარდა და რკინის ჯებრ შეეჯახა. ტრაგედიიდან 1 წლის შემდეგ მოციგავის სიკვდილის მიზეზებზე კანადურმა ტელევიზიამ სკანდალური მიმოწერის დეტალები გაახმაურა. ტრაგედიის ზუსტი მიზეზების დადგენას ცდილობს ქართული მხარეც. მინდა გაირკვეს რა იყო მიზეზი ამ სიკვდილის. თუ იძახიან ჟურნალისტების მონაგონიაო თუ რაღაცა ჩავიდენ ადგილზე, გაარკვიონ თუ ჟურნალისტების მონაჭორია თუ რა არის, ჩვენი ფედერაცია ის ერთად შევთანხმდებით, დავждებით და ან ჩავალთ იქ და გავარკვევთ ვისი ბრალი იყო. ეს წლის თავი ქონდა ნოგარის და როგორც ასეთი რავი ჩვენ გულებში ყოველთვის იქნება ის მარადულად ცოცხალი იქნება. ძალიან გრძნობთ თანადგომას და თანაგრძნობას ყველას მხრიდან. ჩამოვედით კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ მის ხსოვნას და მე პირადად მინდა რომ მის მშობლებს, მის მამას აუხსნა თუ რას აკეთებს ოლიმპიური კომიტეტი იმასთან დაკავშირებით თუ რაც ხდება ამ ბოლო დღეებში მის დაღუპვასთან დაკავშირებით. დღეს ბაკურიანში გაიხსნა სეზონის ათხილამურო და თუთიერი დუმილით პატივი მიაგეს მის ხსოვნას. იმ ფაქტთან დაკავშირებით რაც შეეხება ნოდარ ქუმარიტაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომელიც იყო გაჟღერებული მასმედიის მიერ, ჩვენს მიერ იქნა წერილი გაგზავნილი. იქიდან გამომდინარე თუ რა პასუხს მივიღებთ, იმის შემდგომ ჩვენ რა თქმა უნდა დღეს ოჯახთანაც ვისაუბრეთ და გვექნება ალბათ ნათელი წარმოდგენა იმაზე თუ როგორ უნდა მოიქცეთ, რა უნდა გავაკეთოთ და რა სულებ უნდა გააკეთოს საქართველოს მხარემ.